მიმდინარე წლის 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უცვლელი რჩება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ ძველებურად, პროპორციული და მაჟორიტარული პრინციპით ჩატარდება. აღნიშნულ საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და სახელისუფლებო გუნდს წინა საარჩევნო დაპირებაში ახსენა. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა ქართული ოცნების წინა საარჩევნო დაპირებაა, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის ეს განცხადება ფაქტმეტრის კვლევის საგანი გახდა და ის შეფასდა როგორც სიმართლე. არსებული საარჩევნო სისტემის არასამართლიანობაზე 2012 წლის არჩევნებამდე კოალიცია ქართული ოცნება თავად საუბრობდა. კოალიციის წინა საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ. საქართველოში მოქმედებს ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც მცირერიცხოვანი მმართველი პოლიტიკური გუნდის ნების მორჩილი აღსრულებელია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია უსამართლო საარჩევნო სისტემა. კახაკუკავა იმ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმის გატარებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ითხოვენ. საარჩევნო სისტემა, რომლითაც ეხლა ტარდება არჩევნები, ეს არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა. ეს არის ზუსტად ის სისტემა, რომლის წინააღმდეგაც 2008 წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაიწყო შიმშილობის აქცია და ამ შიმშილობაში მონაწილეობდნენ მათ შორის დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები. ისინი ამბობდნენ მაშინ 7 წლის წინ, რომ იმდენად ტირანიული არის და იმდენად უსამართლო არის მაჟორიტარული სისტემა, რომ ეხლავე უნდა იქნეს ეს გაუქმებული, თუმცა 7 წლის შემდგომ მათ აზრი შეიცვალეს. რაც შეეხება იმას ლოგიკურად, თუ რატომ ან იმ ხელისუფლებას, ან ამ ხელისუფლებას რატომ არ აწყობდა მაჟორიტარული სისტემა, ძალიან მარტივი ახსნა აქვს. მაჟორიტარული სისტემა ეს არის ისეთი ფორმულა, ისეთი რაღაცა ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ხმებში გაურევთ და 30% ხმები შეგიძლიათ გადააქციოთ 70% მანდატებად. ჩვენ მხარს უჭერთ, რომ იყოს უნდა პროპორციული სისტემა, მე მომწონს ეგრეთ წოდებული გერმანული სისტემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს არც მაჟორიტარული სისტემა, არც პროპორციული სისტემა და ეგრეთ წოდებული პრეფერენციებით ამორჩეველს ჰქონდეს საშუალება, რომ პირდაპირ ვინც ყველაზე უფრო მეტ ხმას დააგროვებს, ის ადამიანი მოხვდეს პარლამენტში. მმართველი გუნდის განცხადებით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა 2020 წლისათვის გაუქმდება. 2016 წლის არჩევნები კი კვლავ პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა უმრავლესობის ინიციატივით მომავალ არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებისათვის საჭირო ბარიერი 30%-ის ნაცვლად 50% იქნება. ასევე ხელახლა გაიყოფა მაჟორიტარული ოლქები, რათა ხმების წონადობა იყოს დაცული. საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, არის აბსოლუტურად მიუღებელი, ვინაიდან ის რეალურად არ უზრუნველყოფს საზოგადოებაში არსებული მხარდაჭერის შესაბამის ასახვას არჩევით ორგანოში. პირდაპირ გეტყვით, 2020 წელს შემოთავაზებული რეფორმა, ეგრეთ წოდებული სწორი რეფორმა და სრულფასოვანი რეფორმა, ეს არის უბრალოდ 2016 წლის არჩევნების გაправება. უკაცრავად ჟარგონისთვის. ჩვენი შეთავაზება, თავისუფალი დემოკრატების შეთავაზება ამ საკითხთან მიმართებაში და რაც არ უნდა ირონიული უნდა იყოს, ამას უერთდება აბსოლუტურად ყველა და ირონია არის იმაში, რომ ამას უერთდება ნაციონალური მოძრაობაც, არის სამხარეო პროპორციული სიებით არჩევნების წარმოება. ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეულ მხარეს ცალ-ცალკე და საქართველოში ეს მხარეები არსებობს რეალურად, ახლა ჩვენ კარგად ვიცით, ყავს წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის და ასე შემდეგ, ყავდა პრეზიდენტის და ასე შემდეგ და თბილისსაც ცალკე კონდეს თავისი პროპორციული სია. ამ პროპორციულ სიაში, ამ პროპორციული სიის რაოდენობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენი მაცხოვრებელი ცხოვრობს კონკრეტულ მხარეში. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით მაჟორიტარული სისტემის გაუქმება კოალიციის დაპირება ნამდვილად იყო, მაგრამ ამ დროისათვის ქართულ ოცნებას ცვლილებებისათვის საკმარისი საპარლამენტო მანდატი 113 დეპუტატის ხმა არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით მემორანდუმი შეიმუშავეს, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ეხება. აღნიშნულ საპარლამენტო ოპოზიციაც შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვების პრობლემა არა უმცირესობაში, არამედ უმრავლესობაშია. საარჩევნო რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფონზე. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრ დაინტერესებულ მხარესთან ერთად მუშაობდით ამ მიმართულებით და ძალიან დიდი ხნის მოლაპარაკებების შემდგომ პრეზიდენტის ინიციატივით შედგა შეხვედრა, რომელზეც შევთანხმდით პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად, რომ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ქვეყნისათვის არის მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ერთიანი პროპორციული არჩევნებით.
კოალიცია აპირებს ინიციატივის წესით წარადგინოს კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2016 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება. თუმცა გაურკვეველია, როგორ აპირებს კოალიცია ცვლილებებისათვის საჭირო ხმების მოგროვებას, რადგან 2016 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისათვის საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ დროისათვის არ გააჩნია. ხელისუფლებას მოქმედი საარჩევნო სისტემის ცვლილებისაკენ ეუთომ და ევროკავშირმაც მოუწოდა. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის იმპლემენტაციის შეფასების დოკუმენტში ვკითხულობთ, მომავალი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ახალი ციკლის დაწყებამდე აღმოიფხვრას კანონმდებლობაში და არჩევნების ადმინისტრირებაში ჯერ კიდევ არსებული და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ მითითებული ხარვეზები. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ქართული ოცნების წინა საარჩევნო დაპირება იყო. მეტიც, ისინი ხელისუფლებაში მოსვლამდე ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო სისტემის ცვლილებისაკენ აქტიურად მოუწოდებდნენ. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ წინა საარჩევნო დაპირების ასრულება 2020 წლისათვის გადადო და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ის წარსულში მათ მიერვე დაწუნებული საარჩევნო სისტემით გეგმავს.